საღამოშიდობისა, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად რუსთავი 2-ის ღამის ეთერშია გადაცემა სპორტ ტაიმი. დღეს ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად ქართული კალათბურთის შესახებ. რამდენიმე დღის წინ ესპანეთში დასრულდა სასწავლელი კემპი, რომელიც ყოველწლიურია სასკი ბასკონიას მიერ ორგანიზებული, სადაც ქართველმა ახალგაზრდა კალათბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და ამ კემპის მონაწილე კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ნახოთ მოდით ჯერ ჩვენს მიერ მომზადებული რეპორტაჟი, თუ რეალურად რა ხდებოდა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ლაბორალ კუჩას ბაზაზე. ძალიან გამოსვლისმცველებთან ივარჩიეს ბავშვებმა, რამდენიმე ამოარჩიეს კიდევაც, მაგრამ ყველასთვის იყო ეს ძალიან დიდი გამოცდილება. ნახოთ რეპორტაჟი და შემდეგ უკვე სტუმრებთან უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ჩვიდმეტმა ქართველმა მოზარდმა საკუთარი შესაძლებლობები ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ლაბორალ კუჩას საწვრთნელ ბაზაზე წარმოაჩინა. ორჯერადი ვარჯიშები, რომელსაც საღამოს თამაშები და სხვადასხვა ტურნირები ერთვოდა. ქართველმა კალათბურთელებმა თავი ყველა მიმართულებით წარმოაჩინეს. კემპის საუკეთესო მოთამაშედ, ანუ MVP ალექსანდრე მერკვილაძე დასახელდა. სამქულიანი ტყორცნების კონკურსში ირაკლი სულხანიშვილმა მოიგო. საკუთარი მონაცემების წარმოჩენისთვის კი პრიზი ნიკა კიშკოს გადაეცა, რომელიც საჯარიმო სროლების კონკურსით საუკეთესო იყო. ის მომეწონა ამ კემპზე, რომ არ იყო არანაირი, ძალიან ბევრი ბავშვი დარბაზში, არის რამდენიმე დარბაზი დაყოფილია ჯგუფებად, სიძლიერის მიხედვით და არ არის შერეული ბავშვები და ძლიერი ბავშვები არიან არა მარტო ესპანეთიდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოხარულები ვართ, რომ აგვირჩიეს ამ კემპზე. განსხვავებული ვარჯიშებია, ყველანაირად, ძალიან დატვირთულები ვარ, დღეში 2 ვარჯიში გვაქვს და ყველაფერი კომფორტიულად. ძალიან კარგად გამოვჩნდით ესპანელ ბავშვებთან, რა თქმა უნდა, საქართველოს ვარჯიშებიდან განსხვავებით ძალიან განსხვავებული არის ესპანეთის ვარჯიშები, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ესპანელ ბავშვებს ვაჯობოთ და გამოვშვეთ ქართველები და ჩვენი ქვეყანა არ შევარცხნოთ. ორკვირიანი დაკვირვებების შემდეგ, რომელშიც არამხოლოდ ესპანელი, არამედ ამერიკელი და სერბი მწვრთნელებიც მონაწილეობდნენ, ის 6 საუკეთესო მოთამაშე დასახელდა, რომელიც საკუთარ საკალათბურთო ოსტატობის დახვეწას ბასკეთში განაგრძობს. ლაშა მიქელაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი და საბა გიგიბერია. 3 მათგანი მეიერეში, ხოლო 3 ლაბორალ კუჩაში ითამაშებს. კოლეჯში სწავლასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას ბასკური მხარე საკუთარ თავზე იღებს. ასეთ პირობებში იცხოვრებენ ქართველი კალათბურთელები, რომლებსაც დიდი კალათბურთის სათამაშოდ და საკუთარი კლასის ასამაღლებლად ყველა პირობა ექნება შექმნილი. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია აქ ყოფნა, აქ ვარჯიში, ყველაფერი ძალიან კარგი არის, იდეალურია და ჩემთვის ძალიან კარგი იქნება თუ ესპანეთში ვითამაშოთ. ძალიან ბევრი რამ შევიზინეთ ამ კემპზე, თითოეულმა ბავშვმა, თითო ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრისთვის, თითო სროლა, დრიბლინგი, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ მადლობას ვუხდი ყველას, რომ აქ ვართ ბავშვები კემპზე. განსხვავებულია, დაყოფილია სექციებად თითო ვარჯიშები ძალიან დამტვირთველია, ძალიან ვიღლებით, მაგრამ ყველა ვცდილობთ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ. ძალიან კარგი კემპი იყო, საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად. დიდ მადლობას ვუხდი ყველას მოწვევისთვის. ძალიან კარგი შანსი იყო მისთვის, რომ გამოგეჩინა შენი თავი და გეჩვენებინა ყველას ვის რა შეეძლო. ბოლომდე ვიშრომეთ, დავიხარჯეთ იმისთვის, რომ მაქსიმუმი დაგვედო ჩვენი შესაძლებლობის. სისწრაფე და სათამაშო სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებული ვარჯიში, თუმცა მწვრთნელები განსაკუთრებულ ყურადღებას კალათბურთელთა აზროვნებასა და ტექნიკას აქცევდნენ. განსაკუთრებით მომეწონა 2 მოთამაშე, რატი და ლაშა. ისინი თავისი ასაკისთვის საკმაოდ განვითარებული კალათბურთელები არიან. აქვთ ყველაფერი, რათა ითამაშონ დიდი კალათბურთი. ამისთვის კი მთავარი სიზარმაცე უნდა დასწრიონ. ქართველი ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან და სიზარმაცე მათ ამ ნიჭის სრულად წარმოჩენაში უშლის ხელს. ამ კემპში წელს საკმაოდ ძლიერი კონტინგენტი შეიკრიბა, განსაკუთრებით კი ქართველებს გამოვყოფ. მათ სისწრაფე და აზროვნება არტისტიზმის სისხლში აქვთ, თუმცა გაცილებით დიდი შრომაა საჭირო, რათა ის ხარვეზები აღმოფხვრან, რაც დიდ კალათბურთშია საჭირო.
ის ბავშვები, ვინც აქ დაბრუნდებიან, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მზა პროდუქტის სახეს მიიღებენ და ისევ ქართულ კალათბურთს წაადგებიან. ვინც ვერ მოხვდა საუკეთესოებში, კი მათ შრომა არ უნდა შეწყვიტონ. ამით არაფერი მთავრდება. ყველა აი ეს დეტალი, რომელიც კალათბურთს ჭირდება რა, აქ გაიარეს და გადეა. ყველა ის კომბინაციები დაუშვათ ის ელემენტები, რომელიც უნდა გადაიტანონ მე თამაშზე, აი ყველა მწვრთნელი ესე იგი ამას ასწავლის. სასკო ბასკონია, რომელიც ლაბორალ კუჩას მფლობელიცაა, ბასკეტში ახალი სპორტული იმპერიის მფლობელი ხდება. თანამედროვე ინფრასტრუქტურა აქ უკვე არავის უყვირს, მაგრამ სასკო ბასკონია პირველი საკალათბურთო გუნდია, რომლის წარმატებულმა მენეჯმენტმა უკვე პრიმერაში აღზევებული ალავესის დამატების საშუალებაც მისცა. სასკო ბასკონიაში სიამოვნებით ამბობენ, რომ მათ 15 მილიონ ევროს მქონე დავალიანების კლუბი უკვე მოგებაზე წაიყვანეს და დიდ მიზნებს ფეხბურთსაც უკავშირებენ. ეს ალავესის ცენტრალური მოედანია, იქ სადაც მწვანე მინდორი უნდა იყოს ჯერჯერობით ქვიშაა. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ კარგად იცის, რომ 18 აგვისტოს ალავესი აქ პრიმერა დივიზიონის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ბუესას არენა კი ლაბორალ კუჩას განვითარების ყველაზე ნათელი მაგალითია. 5000 მაყურებელზე გათვლილი არენა პირველი წარმატების შემდეგ 9000-მდე გაიზარდა. დღეს კი ამ არენაზე 15000 გულშემატკივარის დასრება აღარავის უყვირს. ლაბორალმა კი დასრების მხრივ ევროლიგის 2 რეკორდი დაამყარა. კლუბის გენერალური დირექტორი ხესუს ვასკესი საქართველოში აგორებული სკანდალის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული. ესპანეთში ერთ-ერთი გავლენიანი სპორტული მენეჯერი გაკვირვებულიც იყო თბილისში მიმდინარე მოვლენებით. ლაბორალისტვის მთავარი ავტორიტეტია, რომელიც გუნდმა უკვე მოიპოვა. ჩვენ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან. მათი იდეა მოგვეწონა და დახმარება შევთავაზეთ. დიახ, დახმარება. ის ფინანსები, რომელიც ამ პროექტში ჩაიდო ჩვენი ჰოლდინგისთვის მიზერული თანხაა და მინდა ყველამ დაკვირვებით წაიკითხოს კონტრაქტის დეტალები. პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში ქართული მხარე თანხას არ კარგავს. ჩვენ გსურდა შანსი მიგვეცა ქართველი კალათბურთელებისთვის ყოფილიყვნენ კონკურენტუნარიან გარემოში, სადაც მათი დახელოვნება და პროფესიონალად ჩამოყალიბება მოხდება. სამშობლოში სამწუხაროდ მათ ამის საშუალება არ აქვთ. ბასკონიის კემპი კი უკვე ევროპისთვის მისაბაძი გახდა და ჩვენთან კონტრაქტს სხვადასხვა კლუბები დებენ და ქართველი ტალანტებით ინტერესდებიან. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რაც არ უნდა შეურაცხმყოფელი იყოს ბრალდებები, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგანაც ვხედავთ დაწყებული საქმის დიდ პერსპექტივას. ძალიან მინდა ბულაშვილის საკითხსაც შევეხო. ამ ბავშვს ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გაუკეთა. ის ფედერაციისა და ბასკონიის შეთანხმების ფარგლებში ასაკის გამოც ვერ ხვდებოდა. პირადად მამამისი მოვიდა და გთხოვა კლუბში ვარჯიშის საშუალება მიგვეცა. ჩვენ ყველანაირ დათმობაზე წავედით. ბულაშვილი კარგი მოთამაშეა და წარმატებებს უსურვებ. თუმცა მე მამამისაც ვუთხარი, რომ ის ბასკონიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. არ მის შემდგომი რეაქციები, რომელსაც ჩვენ არ ვიმსახურებთ. ბასკონიას საკალათბურთო სკოლა სატრაბახოც ბევრი აქვს. საკუთარი კოლეჯი, საცურაო აუზი, 4 სრულყოფილი სავარჯიშო დარბაზი, საცხოვრებელი კომპლექსი და ევროპიდან ყველაზე მეტი 14 კალათბურთელი, რომელმაც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა. ორკვირიანი კემპი დასრულდა. კალათბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ და როგორც ქართული კალათბურთის მომავალს, მათ ფედერაციის პრეზიდენტიც დახვდა. სექტემბერში კი 6 მათგანი ისევ ბასკეტს მიაშურებს და ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის სკოლაში ივარჯიშებს. აი ესეთი ამბები ხდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში ესპანეთში. ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კემპი და ასეთი ზოგადად ესეთი აქციები ქართული კალათბურთისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და კემპის მონაწილე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე რატი ანდრონიკაშვილი არიან ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. მიხეილ, მოდი დავიწყოთ თქვენი ზოგადად მნიშვნელობაზე ამ კემპის და შემდეგ რამდენიმე კითხვა არის ალბათ რომელიც ლოგიკური იქნება რომ დავსვათ. რა თქმა უნდა, მე მინდა დავიწყო სულ პირვანდელი კემპით, რომელიც თბილისში ჩატარდა შარშან აპრილში. ჩვენ მწვრთნელების თანხმობით და მწვრთნელების მოწოდებული სიის მიხედვით ჩამოიყვანეთ თბილისში, მოვიყვანეთ დარბაზში 160 ბავშვი. ჩამოსული იყო 11 სპეციალისტი ესპანეთიდან, კალათბურთის სპეციალისტები, ექიმები, ფსიქოლოგები, ფიზიოლოგები, რა თქმა უნდა, გენერალური დირექტორი სასკი ბასკონიის. 2 კვირის განმავლობაში ხდებოდა ბავშვებზე დაკვირვება, მათი ვარჯიში სხვადასხვა სპეციალური მეთოდიკის გამოყენებით და რაც მთავარია, ამ კემპის დამთავრების შემდეგ 160 ბავშვი ჩვენ მივიღეთ ბაზა, ესპანელები შედგენილი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შედგენილი
და ყველაზე პერსონალური დაკვირვების შედეგები აქ ეს რა თქმა უნდა კონფიდენციალური ინფორმაცია შიდა მოხმარებისთვის არის მხოლოდ რაც რა თქმა უნდა მუშაობაში ამ ბავშვებთან გამოგვადგება ამ ბავშვებზე არის ძირითადი ფოკუსირება და ჩვენი მწვრთნელებიც და ჩვენი სპეციალისტებიც რა თქმა უნდა ყურადღება რა მეთოდიკაა თვითონ ეგეც ხო არ შეუსწავლია ჩვენს თვალებს თქვა ეგეც საინტერესოა ჩამომავლოთ ხო ესპანელების იმედზე ხო არ ვიქნებით რა თქმა უნდა არ ვიქნებით ამიტომ წელს 2 ან 3 მწვრთნელი უკვე წავა იქ იმუშავებს როგორც სტაჟიორი ალბათ რაღაცებს გაუმხელენ, მაგრამ ყველაფერს რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დიდი შრომის და დიდი დანახარჯების შედეგია, მათ მიერ შეძენილი ცოდნა და ალბათ ამიტომაც არიან გამორჩეულები კომერციული კურსიც არის რა თქმა უნდა, ამიტომ არიან გამორჩეულები სოფლიოში, რომ ეს იციან და ამას იყენებენ. შემდგომ 16 ბავშვი გაემგზავრა ესპანეთში შარშან თავდაპირველად აპირებდნენ 4-ის დატოვებას, მაგრამ მე რაღაც ფსიქოლოგების რეკომენდაციით ასაკის გამო 2 არ დაიტოვეს, რომლებიც წელს უკვე ამ 6 ბავშვი არიან და წელს უკვე შედარებით გაფილტრული შეფადგილობით ან ახალი თაობის ბავშვების დამატებით მაისის თვეში ჩატარდა უკვე კემპი, საიდანაც უკვე გადაწყვეტა ჩვენი ბავშვის იქ გამგზავრება. კემპი ძალიან წარმატებული იყო ჩვენი ბავშვებისთვის. ესპანელებმა მადლობის წერილი მოუწერეს იმის გამო, რომ შარშანდეს შედარებით, იმის გამო, რომ ბავშვებს აქვს мотиваცია, ძალიან ამალგამათი ოსტატობა, ძალიან მეტი შეიძინეს ბავშვებმა წლის განმავლობაში და ეტყობოდათ, რომ სხვა ინტერესით და სხვანაირი მეთოდიკით რა თქმა უნდა, ხა მან мотиваცია ძალიან დიდი ამათ ასაკში ვარჯიშობდნენ. ასევე ძალიან აღნიშნეს ის ფაქტი, რომ პროფესიონალიზმის დონე არის ბავშვებში გაზრდილი. რა თქმა უნდა, ორმა თბილისის კემპმა, შარშანდელმა და შარშანდება ესპანეთის კემპმა თავისი გავლენა იქონია და ბავშვები უკვე სხვა მიდგომით ვარჯიშობდნენ და სხვა მიდგომით. კარგი, მოდი, რატი ჩართოთ ახლა თვითონ მონაწილე, რომელიც ასევე რატი მოხდა შეგახსენებთ იმ 6 მოთამაშეს შორის, რომელიც აი ამ შემადგენლობიდან აირჩიეს მწვრთნელებმა. მოგიდოს ომი და პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს მართლა წარმატებაა. პატარა ინტერვიუს ფრაგმენტი ქონდა, მაგრამ მოდი ზოგადად შენი სამაშველებები რა დაგხვდა იქ თქვა და რა შეგძინა ამ ყველაფერმა აი ამ პერიოდმა, რაც გავიარეთ. ძალიან დიდი გამოცდილება ესეთ მასშტაბურ კემპზე მოხვედრა. ჩავედით თუ არა ერთი დღე დაგვასვენეს, რომ შევჩვეულიყავით ყველაფერს, დავიძინე და დილიდან დაიწყო უკვე ვარჯიშები. ბევრი ბავშვი იყო, დაგვყვეს ჯგუფებად. და ბევრი დარბაზი არის იქ თვითონ ბასკონიაში და 6 დარბაზია, ერთ დარბაზში მოხვდით ჩვენ ამ პირველ დარბაზში სადაც ჩვენ ვიყავით, უფრო მეტი ბავშვი იყო, უფრო მეტი ქართველი იყო, ვიდრე მეორეში. ძალიან ძნელი ვარჯიშები იყო. ძალიან მაინტერესებს რა იყო შენთვის იქ განსხვავებული თქვა. ანუ აი დაყოფილი არის რამდენი წელია ჩვენთან. დაყოფილი არის სექციებად, იმისგან განსხვავებით, რომ თბილისში არის, იმიტომ რომ დარბაზი ადლევთ მათ ამის საშუალებას. 6 ფარი არის და თითო ფარზე არის თავისი ვარჯიშები. არის დაცვის ვარჯიშები, სროლაზე, დრიბლინგი, ტაქტიკა და ეს ძალიან დამღლელია. თითო ბავშვი თავის მაქსიმუმს აკეთებდა და ამის მერე ვარჯიშს მერე ვისვენებდით, მივდიოდით ბასეინზე და საღამოთი იყო იგივე ვარჯიში. არ რაღაცებს ყვება, რომ მაგრამ ეს არის ესეთი მონათხრობის ზედაპირული. მაგრამ გარდა თქვა უცველებთ არა ურთიერთობა ქონდათ, საუბარი თუ ქონდათ, გიხსნიდნენ, აზრისდნენ, როგორ მეკითხვა თუ ქონდა, თავისუფლად მიდიოდი ნებისმიერ ტრენერთან და გიხსნი და იქ არ არის ამაზე პრობლემა. ყველა ტრენერი ლაპარაკობდა ინგლისურად. თუ არა და ვიღაცა გადაგითარგმნიდა ბავშვებიდან, ეგ არ იყო პრობლემა. სიახლე კრედიტონში. მიიღეთ პირველი სესხი 700 ლარამდე სრულიად უფასოდ. ნუ გადაიხდი ფულს იმაში, რაც ჩვენთან უფასოა. კრედიტონში. ჩვენ ხვდით ფულს ხელმისაწვდომს. აქცია, რომელიც ცხელ ზაფხულს გაგიგრილებთ. აიღეთ სამომხმარებლო სესხი საქართველოს ბანკში და დაისვენეთ 2 თვის პროცენტისგან. დილამშვიდობისა საქართველო. რუსთავი 2 გესალმებათ თქვენ. საქართველოში ახალი დღე თენდება. ახალი ენერგიით, ახალი შემართებით, ყველა ერთად ახალ დღეს ვიწყებთ.
ჩვენგან შეიტყობთ გასული და მიმდინარე დღის ყველა მნიშვნელოვან სიახლეს. ჩვენგან გაიგებთ რა იგეგმება დღეს. ერთად ვუმასპინძლოთ დილის სტუმარს და ერთად გავეცნოთ ამინდის პროგნოზს წარმატებული ადამიანებისგან. ახალი კერძის რეცეპტი, სასიამოვნო მუსიკა და დღის ანეკდოტი ამაღლებული და მხიარული განწყობისთვის. დილა მშვიდობისა საქართველო, დილიდანვე მოვემზადოთ ახალი დღისთვის. ჩვენთან ერთად დაწყებული დღე წარმატების საწინდარია. ჩვენი დილა რუსთავი 2-ზე იწყება. გადაცემის სპონსორია Turbo Micron G პრეპარატი ესპანეთიდან. Turbo Micron G თქვენი ჯანმრთელი ვენებისთვის. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. საბოლოო ჯამში მოხდი 6 კალათბურთელს შორის, რომლებიც წავლენ აქედან და იქ გააგრძელებენ თამაშს. რა გუნდია თქვა თუ იცნობ იქ ვისთან უნდა იყო ვისთან თამაშობს? დიახ, ერთ-ერთი მწვრთნელი, რომელიც არის იმ გუნდში, სადაც ესპანეთში მივდივარ, იყო თბილისში კემპზეც ჩამოსული. მასთან დროიდან დაგაგვირდებოდა როგორც ჩანს. მაქვს ნასაუბრები მასთან და ვიცით ასე თუ ისე პირობები, ყველაფერი ვიცით, გუნდისა თამაშობს რომელი ლიგა და რა ხდება, ყველაფერი ვიცით. საკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო გამოცდილება ექნება და ძალიან მაღალი დონის, რაც აუცილებელია დაუსტატებისთვის. ის რომ ჩვენთან არ არის კონკურენტულარიანი გარემო, ამან გვაიძულა ზუსტად ამან გვიბიზგა იმისკენ რომ დაგვეწყო ასეთი თანამშრომლობა და ერთ რამეს ვიტყვი რომ უკვე 6 ამასაკის კალათბურთელი უკვე რო ხდება ესეთ გარემოში, ეგ ნიშნავს იმას, რომ მომავლისკენ ცოტა შვიდა შეგვიძლია ვიყუროთ, ცოტა. თუმცა სამუშაოა ძალიან ბევრი. პერსპექტივაზე შემიძლია პერსპექტივაზე ხო ლაპარაკი ხაი. არა ეს 6 წელს და მე უკვე მითხრეს რომ ალბათ გაიცა 9 და 10 შეიძლება იმიტომ სხვა კლუბების და პარტნიორი კლუბები რომელიც სასკიპასკონია, სასკიპასკონი არის უმაღლესი კატეგორიის კლუბი, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელია 11-დან ევროლიგის, როგორც მოგეხსენებათ, მას ყავს პარტნიორი კლუბები, რომელსაც თანამშრომლობს და ზუსტად ეს ინდუსტრია, რაც ქვია, ბავშვების მომზადება, ახალგაზრდების გაზრდა, მათი დაოსტატება და შემდეგ მათი პროფესიონალურ გზაზე დააყენება, ამ ზუსტად ამ კლუბებთან ერთად. მას არა მარტო ესპანეთში ყავს პარტნიორი კლუბები, არამედ საზღვარგარეთაც ყავს, ასე რომ ძალიან დიდი ქსელია შექმნილი და ძალიან დიდ გამოცდილებას შეიძენენ ჩვენი მოთამაშეებმა. კარგი, ბიჭა, ვინაიდან ჩვენ რეპორტაჟიც მოხდა ის უხერხული სიტუაცია, ხა რატისთან ცოტა მეუხერხულება მასთან ერთად აქ საუბარი ამ თემაზე, მაგრამ მოკლედ თუ შეგიძლიათ განმარტოთ აი ეს მდგომარეობა და ალბათ მოგვარებულია ხო ყველაფერი, მე მგონი, ცოტა არეულობა ჩვენი მხრიდან ჩვენ ვიცით რომ სწორგზას ვადგავართ, ვიცით რომ ეს ყველაფერი აუცილებელია, კარგი კი არა, აუცილებელია ქართული კალათბურთისათვის. უბრალოდ იმ ფაქტს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ესპანელებმა აღნიშნეს ბავშვების თამაშის დონის მომატება, სხვა მიდგომა უკვე კალათბურთის მიმართ, პროფესიონალური მიდგომა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ის 160 ბავშვი, ის 60 ბავშვი, ეს ყველაფერი შემდეგ სხვასაც გადაეცემა და ბავშვებს აქვს იმის პერსპექტივა, რომ ლეგალურად, სწორად, უმაღლესი კატეგორიის კლუბში და იმის საშუალებით მოხვდნენ ევროპის ლიგებში და მომავალში რა თქმა უნდა ეს საწინდარი იქნება ქართული კალათბურთის. დავარქვათ ეხლა იმ არასასიამოვნო სიტუაციას გაუგებრობა, რომელიც აღმოიჩინა. დიდი სიამოვნებით დავარქვევ, დიდი სიამოვნებით დავარქვევ ამას და იმედია რომ აღარ გამეორდებენ, რომ ყველასთვის ყველაფერი ნათელია ჩემი. ხო არა, ცხადია, ფაქტი ეხლა იყო ჩვენი ჯგუფი გადაიღო ყველაფერი და შტაბეშტილებებით ეხლა ჩვენმა ჟურნალისტებს მოყვნენ ძალიან მაღალი დონეა მართლა და ძალიან მისასალმებელი ფაქტია, რაც ხდება. რატოს კიდევ ერთხელ მინდა მივუწოდო და ყურადღებით გადავინებ თვალყურს შენ კარიერას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამათი თაობის ეხლა აი ესე ფეხზე დადგომა კარგად საკალათბურთო და პირველი შტაბეშტილება რა თქმა უნდა და რო ჩავლენ იქ აუცილებლად თავი უნდა ისახელო. კარგი, მოდი პირველ ნაკრებს შევეხოთ და გოგონებსაც აუცილებლად უნდა შევეხო, სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ მე რომ მართლა გითხრა ცოტა არ ველოდი, რო არ მოგატყუოთ. სიმართლე გითხრა, არც მე არ ველოდი, გოგოებიდან დავიწყებ. კარგი, მოდი მაშინ გოგოებზე 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ვიწყი ჯერ მაყურებელს შევახსენებ ვინც არ იცის, ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი მოიგო 16-მა მოიგო, 18-მა ვერცხლი მოიგო. ხო, 16 წლამდე გოგონებმა მოიგეს, დიახ, მართალი ძანდა. მოდი თქვენ უფრო დეტალურად გითხარით მაშინ. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, რა თქმა უნდა, ქართული ქალთა კალათბურთის აღორძინებას, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს კალათბურთელი, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში პარალელურად თამაშობდი, რა თქმა უნდა, არაერთ გუნდში, ეს ფაქტია.
ერთმანეთშიც თამაშობდით. ერთმანეთშიც თამაშობდით, ესეც იყო რა თქმა უნდა. მათ შორის რატისთანაც იყვნენ გოგოები კადრებში. ჩვეულებრივი მიღებული თემაა და საერთოდ ჩრდილოეთ ქვეყნებში მიღებულია, რომ გოგონები, ბავშვები, ბიჭების და გოგონების ერთად ვარჯიშობენ და ხელს უწყობს რა თქმა უნდა გოგოების განვითარებას ის, რომ ბიჭებთან აქვთ ურთიერთობა. რაც შეეხება ჩვენ გადაწყვეტილებას შარშან თხოვნით მიმართე ფიბას, მოგეხსენებათ მე ვარ ფიბას ახალგაზრდული კომისიის წევრი და გვაქვს იქ ურთიერთობა. კონსულტაციების დონეზე, შეკრებების დონეზე, ჩვენმა კოლეგებმა გვირჩიეს, რომ დაგვეწყოთ C დივიზიონიდან, იმიტომ რომ მოგვესინჯა თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ქართული ქალთა კალათბურთი, ჩვენ რა თქმა უნდა სიამოვნებით მივიღეთ, შემდეგ უკვე დაუკავშირდით მცირე ქვეყნების კომისიას, რომელიც მართავს ამ C დივიზიონებს პირდაპირ, იქიდანაც მივიღეთ დადებითი პასუხი და უკვე იანვრის თვიდან დავიწყეთ გოგონების მომზადება ჩემპიონატებისთვის. ფიბამ კიდევ ერთი საჩუქარი გაგვიკეთა თავისი 18 წლამდელების ტურნირი C დივიზიონის თბილისში ჩაატარა. ჩვენ რა თქმა უნდა ფინალი წავაგეთ, მაგრამ ფინალი წავაგეთ, მაგრამ ეს უდიდესი გამოცდილება იყო ისიც, რომ ფიბას ევროპა ევროპის გენერალური დივანი, რომელსაც ახლა აღმასრულებელი დირექტორი ქვია ბატონი კაბილნოვაკი, ფინალს ეწვია, ესეთი რაღაცა C დივიზიონებში. ყურადღება არის. უდიდესი ყურადღება, ძალიან კარგი და ნაყოფიერი ურთიერთობაა და რა თქმა უნდა ეს არა მარტო ქალთა კალათბურთს, საერთოდ ქართულ სპორტს წაადგება. გოგონებმა 18 წლამდელებმა თვლი რომ ძალიან კარგად იასპარეზეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნაბიჯები იყო ევროპულ კალათბურთში, პირველი ნაბიჯები იყო ოფიციალურ ტურნირებში, გავიდნენ ფინალში და ფინალში დამარცხდნენ, ხდება რა თქმა უნდა. ეს პირველ წელიწადს მეც არც მოველოდით. თან ვიშა ჩვენ არ დაგვავითეს, მე ხაზი მინდა მაგას გაუსვა, რომ 18 წლამდე ნაკრების 4 გოგონა პატარა ასაკით, რომელსაც 16 წლამდე ასაკში თამაშეს ეხლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ტურნირი წარმატებით დამთავრდა თბილისში, მაღალი შეფასება მიიღო ფიბას დელეგატის მიერ, ფიბა ევროპის გენერალური დივნის მიერ და შემდგომ დაახლოებით ერთკვირიან პერიოდში უკვე იწყებოდა ანდორაში 16 წლამდელების ტურნირი, რა თქმა უნდა, ძირითადი ბირთვი იყო ის 4 გოგონა 16 წლამდელი, რომელიც უფრო მეტი გამოსtildeები, რა თქმა უნდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცოტა გადაღლილებიც იყვნენ. ორი ამხელა ტურნირის თამაში. მაგასაკში. ზედიზე ძალიან ძნელია. გოგონება იქ საერთოდ ფურორი მოაწყეს. ფინალში მოუგეს მასპინძეს, ჯერ ყველაფერს ჯერ პირველ თამაში მოუგეს მასპინძეს და შემდეგ ფინალში მოუგეს და საკმაოდ მაღალი შედეგიანობა ჰქონდა და დიდი ცხოვრობით მოუგეს ყველა კლუბს. აქედან მინდა გითხრათ, რომ 4 ძირითადი პრიზი ინდივიდუალური ჩვენმა გოგონებმა დაიმსახურა და გუშინ ზარზეიმით დიდი სიხარულით დახვდით აეროპორტში და რა თქმა უნდა მწვრთნელებსაც და ყველა იმ პერსონალს, ვინც ამ საქმეში არის ჩართული, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო და უკვე სხვა მიმართულებით შევხედავთ გოგონათა კალათბურთს, აქვს პერსპექტივა, ჩვენ გოგონებს შეუძლიათ თამაში და უკვე ასაკობრივი ჩემპიონატები სრული დატვირთვით ამუშავდება საქართველოში, ასე რომ მოუწოდებ გოგონებს ითამაშონ კალათბურთი. ეს მაგალითად გადამდებია ხოლმე ეს წარმატებები. კარგით, ვიდრე დამასრულებს კითხავთ მაიკლ დიქსონზეც. რას წარმოადგენს ეს კალათბურთელი? დაამთავრდა ყველაფერი უკვე პროცედურები, როგორც მე ვიცი და ჩვენთან ერთად იქნება. ჩვენთან ერთად უკვე არის ეს კალათბურთელი. მე ევროპის ჩემპიონატს შევახსენებ ჩვენს მაყურებელს და თქვენს დიმიტრი, რომ ჩვენ ფოკუსირება გვქონდა მაიკ ჯეიმსზე, რომელიც ლაბორალ კუჩას ერთ-ერთი ლიდერია და საერთოდ ერთ-ერთი კარგი კალათბურთელია, რომელიც ევროპაში თამაშობს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ადამიანს აქვს თავისი მიმართულება, უნდა რომ პირველ რიგში მოხდეს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ის იმყოფება ამჟამად ამერიკაში კემპებზე და საზაფხულო ლიგაზე და თუ ეს არ გამოვიდა, შემდგომ უკვე აპირებს ალბათ პანათინაიკოში გადასვლას, ასე რომ სამწუხაროდ ჩვენი ეს ურთიერთობა არ შედგა ისე წინასწარი საუბრისას, მან რა თქმა უნდა სურვილის გამოთქვა და მაშინ დიქსონზე გავაკეთოთ, ეხლა აქცენტი ვინ ჩვენია უკვე. რაც შეეხება დიქსონს, ეს არის ცოტა ხნის წინ ევროპაში ჩამოსული კალათბურთელი, რომელიც მოწყურებულია იმისათვის, რომ აჩვენოს თავის თავი ევროპაში, რაც ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პლუსია. მას საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა შარშან, ის ნიმბურგში თამაშობდა საშუალოდ 16 ქულა და
5-მდე შედეგიანი გადაცემა, საკმაოდ აგრესიული მოთამაშეა, დაცვაშიც კარგად თამაშობს. ამ მოთამაშეზე რეკომენდაცია ჩვენ მივიღეთ ბატონ ილია ზუროსისგან, რომელიც რა თქმა უნდა წინაპირობაა იმის, რომ ამ კაცმა ამ გამოცდილ სპეციალისტმა იცის მისი თამაში და ლოგიკური აბსოლუტურად რომ წელი გაზრდას რეკომენდაციას იცის როგორ უნდა გამოიყენოს მოედანზე ვის იცის ზუროსის ტაქტიკა ალბათ ეცოდინება ის რომ მას უყვარს ორი პატარა მოთამაშე თამაში ასე რომ იმედი გვაქვს რომ გაამართლებს ჩვენს მოლოდინს დიქსონი თვითონ ვარჯიშებზეც ეთყობა თბილისში ვარჯიშებზე სლოვენიაში ვარჯიშებზე რომ ძალიან მონდომებულია უნდა აჩვენოს თავი და იმედი გვაქვს რომ წაადგება ამ მეტად რთულ მინდა გითხრათ კი ეგ ხალხი ხარგასასფერია რთულია ეგ ყველაფერი და არ არის ესე ადვილი როგორც გონია ზოგს კარგი დიქსონის იმედი გვაქვს ხვალ და რატის და მისი თაობის კალათბურთელების იმედი გვაქვს რამდენიმე წლის შემდეგ უკვე დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის წარმატებები მინდა გისურვოთ სპორტაიმი კი ამ სეზონს ხურავს დღევანდელი გადაცემით და სექტემბრიდან ჩვენ კვლავ ვიქნებით ეთერში გემშვიდობებით ნახვამდის